აბაკუმი. ჰოი რა ხდება? ეს რას ხედავს ჩემი თვალები? ისრაელს გული წაუბილწავს 10 გამალებით. ეს ძალადობა ძმათა შორის დასიბოროტე. არაქაც მაცლის მე აბაკუმს ღმერთო ბოლომდე. როდემდე უნდა მოგიხმობდე ხმით საწყალითა? არაფერს ამბობ, არა გვშველი ჩვენ გაწირულთა. ასე კანონს და სამართალსაც ფერი წაუხდა. თუ არ იჩქარე, დასასჯელად ღმერთო ბოროტთა. აჰა კანონი, გვაქვს ჩვენ წესიც, აღთქმა მამათა. შენ კი უკუნით მცხოვრები ხარ, უფლობ ყოველთა. ნუ თუ გახუნდა დაპირება შენი ჩვენდამი. ოჰ, მერევა მეგონება და გულთაცნებანი. შენ მიპასუხე ყოვლის შემძლევ, ჩემით ვეღარ გჯობ. განა რა არის შენთვის, ბოროტს წამში მოასპობ. რისთვის განდგარხარ, მარტო კაცი ვეღარ ვამაყობ. მე ხომ მახსოვს, რომ მართლისათვის ზღვის წყალსაც აპობ. დაჟინებულმა კაცის თხოვნამ გაჭრა, გაკვეთა, ქმნილებასა და შემოქმედს შორის გზაში აკეთა. შეიძრა ზეცა, მოემზადა სცენის საცქერლად. აჰ, როგორ უყვარს ღმერთს ცოდვილნი შინ მისაღებად. აუცახცახდად 6 ფრთა მაღლა ქერუბიმთ. ზეცამ სიყვარულს ვიხილავთო, ამბობს მაღალ ხმით. ვერამალავენ ოვაციებს წმინდას თქმით. ამ ურთიერთობის მნახველ თვალს ცრემლი მოსდის ღვრით. დაფიქრებულ ხართ, რაც შეხარის მთელი ქმნილება, როცა უფალი უზიარებს კაცთვის დიდებას? ეს არის აზრი, რაც მოგვიტანს ჩვენს ფხილებას და მერე მადლით მოგვახვავებს კმაყოფილებას. ილაპარაკა აბაკუმმა, გული იჯერა. უარს არ ეტყვის ვაჟკაცობა ვინც დაიჯერა. არ დავიწყება აღთქმისა და ღმერთის იქება და ვინც ირწმუნებს ის სიცოცხლის წიგნში იქნება. აგერ ერთვება საუბარში თავად უფალიც. აბა ვის გყოფნით ვაჟკაცობა? მიდით უთხარით. არ იგვიანებს. ეს ხომ მხოლოდ ჩვენ გვეჩვენება. დრო და ჟამი მხოლოდ მოკვდავ კაცს ეტენება. თქვა ღმერთმა, მოდის მტერი თქვენს თავს დასაპყრობელად. დახარბებული ისრაელის ასაოხრებლად. თავად მე აღვძარ ქალდეველნი თქვენს დასასჯელად. ვთქვი და ვაკეთებ, არ გავუაწყალი ამჯერად. ვაი აბაკუმს, ამ სიმკაცრეს კი არ ელოდა. თუ ისტომელთ დასჯას წარმართებით სულ არ ითხოვდა. ხმას დაუწია, მიჩუმათდა, თითქოს სცხვენოდა. სიბრძნის ტახტიდან ჩამოხდა და აღარ ჯდებოდა. ავიდა თავის ღარიბ კოშკში, დადგა დარაჯად. თქვა უფალს ვუსმენ, ჩემი თავი მიმაჩს არ არად. დამდაბლებული კაცის ნახვით გულმა იფეთქა და სიყვარულის ნაკადულმა დაღმა იჩქეფა. თქვა ღმერთმა, დავსჯი ქალდეველთაც, ნუ გენაღვლება. ვიცი რომ უფრო წარმართია ის და თავნება. გადიდგულდება და მიაგებს პატივს სათხეველს. მეც მაშინ დავკრავ გამეტებით, ვიყრი თქვენს ჯავრებს. ვაი ისეთ ხალხს, ვინც დილიდან სასმელს ადიდებს, სხვისაზე რჩება ხარბი თვალი, არაფერს იკლებს, ვინც შეაგროვებს სიმდიდრეს და სისხლით ტბებს ავსებს, კერპთ თაყვანს ასცემს, არ ისვენებს, მართალს აწუხებს. ხომ ვიცოდით, რომ ადამიანის ძე ცვალებადია, ღმერთს კი ასეთი რამთვისება არაბადია. ეძებდა, მაგრამ ეწყინა მას სასჯელის პოვნა, ახლა მოდგა და ღმერთს დაუწყო წყალობის თხოვნა. აქ მე მინდოდა მოკვდავ კაცის კიდევ გინება, მაგრამ თვით ცვალებადობამაც სიტყვა ინება. გამაჩერა და მთხოვა, კარგი, ნუ ღარ აძნელებ, რადგან ცხოვრებას ქრისტიანი ჩემით აგრძელებს. დავდუნდი, რაღა მეთქმოდა, მეც ვიტყვი არაფერს. თან აბაკუმი უკვე ბოლოს ლოცვებს აღავლენს. ტრანსფორმაცია განეცადა სამფშვინვალს მასში, ღვინო ესხა და გადმოდიოდა მის გულის თასში. სიყვარულის თას წაელეკა იქაურობა, არც ჩერდებოდა, არც სხდებოდა, იყო ულევად. სწორედ ამ თასმა გამოჟონა წელთა ყურეში
და აამღერა პავლემ მცირე მოციქულებში. და ვინ იტყოდა, რომ ეს წყალი ქვემომდინარე, ერთ დღესაც შხეფით გაგვწუწავდა ქართლის ბინადრებს. არც გვეკუთვნოდა, არც ვითხოვდით, არც რამ ვინადრეთ, არამედ მადლით, როგორც უღირსთ გაგვიზიარეს. მეც მომხვდა წვეთი ამ შხეფიდან კარგ მადლიანად. გავაწკლაპუნე პირი წყალზე მეგემრიელა. ჩემო მკითხველო, გაფრთხილებ, რომ შენც დასველდები და როცა ეს დღე გეწევა, გთხოვ, ნუ გაბრძენდები. აბაკუმივით გასუფთავდი ეჭვის ფუფხისგან. არც გადადნობას შეუშინდე ჩვენი უფლისგან. გამოიწრთო ბივით ბაჯაღლო ცოტა ხნით ჭირით, მაგრამ თუ უფალია ჩვენთან, მაშ ნუ ღარ ვტირით. ჩვენ ხშირად დალაგებულ აზრებს სატანა გვირევს. მოვა და თუ ღმერთს არ მოვუხმეთ, მოგვინადირებს. გამოიყენებს ჩვენს საკუთარ ყურებს და თვალებს, გვცემს და დაგვჩაგრავს და დაგვბორკავს, ეჭვით დამთვრალებს. გვეტყვის, რომ უფალს დავავიწყდით, ობლად დაგვყარა, რომ მისი შველა აღარ მოდის, სადღაც გამქრალა, რომ იგვიანებს, იცვლის ნებას, აღთქმას ივიწყებს, ბოროტი ხარობს, სიკეთე კი აღარ იდიდებს. თუ გულით კეთილი კაცი ხარ, შეეკამათე და სიმართლისთვის დებატები მასთან გამართე, მიიმხრობს იგი წუთის სოფელს თავის სამოძმეს, ურცხვი ქალივით ისიც მოვა და დაუმოწმებს. შენ კი ორივეს შეებრძოლე იმ იარაღით, რწმენა რომ ჰქვია, ამის გარდა სცადო არაფრით. აიღე კიდევ ფარი აღთქმის, დაგეხმარება, მერე თუნდ მოკვდე კვლავ იცოცხლებ, ნუ გენაღვლება. კარგ გულს ასევე კარგი უნდა მოტივაცია. არას გვარგვებს ჰუმანიზმი, ის მტრისკაცია. აქ ჩვენ ღვთის მარადიულობას გვერდს ვერ ავუქცევთ. ის დაჰკრავს ცვალებადობას, ეჭვს საქმეს გაურჩევს. ჩვენ კომაგი გვყავს შეუცვლელი, ვინ რას დაგვაკლებს, ის არა კვდება, გამბედაობა მოდის, გვამაგრებს. მოჩვენებითი შიშის ზარი ტყდება, იმ სხრევა დაუცებ გული სიხარულის ხმებით ივსება. თუნდ არ აყვავდეს ლეღვი ხეზე და არ დამწიფდეს, არ გამოესხას ვასმტევანი, სულ მთლად დასცვივდეს. არც არა დაგვრჩეს ჩვენ ბოსლებში, დოვლათიც გაქრეს, მე მაინც უფალს მივენდობი, ჩემი რწმენის ბჭეს. ვერ დავივიწყებთ იესოს სისხლს, დაღვრილს, სარჩელად, ჩვენი სისუსტის გამო დაკლულს, გადასარჩენად, ვინც დღესაც დგას და გვეხმარება, მღვდლად ერთად, ის უსაყვარლეს მწყემსად, ჩვენსავ სულ თავმდებად.